BMG წარმოგიდგენთ Terabbankis ახალი შეთავაზება მომხმარებელს იპოთეკური სესხი ტურისტული მიზნობრიობით. პროდუქტი სპეციალურად იმ პირებისათვის შეიქმნა, რომელთაც უძრავი ქონების შეძენა და ტურისტებზე გაქირავება სურთ. აღსანიშნავია, რომ სესხის დამტკიცების დროს დასასტურებელ შემოსავალთან ერთად ის საპროგნოზო შემოსავალიც იქნება გათვალისწინებული, რომელსაც მსესხებელი გაქირავებიდან მიიღებს. ნახოთ სიუჟეტში თემის დეტალები და შემდეგ უკვე სტუმართან ერთად გავაგრძელებთ თემაზე საუბარს. დღეიდან ტერაბანკში ახალი პროდუქტი იპოთეკური სესხი ტურისტული მიზნობრიობით გაიცემა. პროდუქტი ტურისტულ რეგიონებსა და უბნებში ბინის შეძენის გამარტივებული პირობაა, რომელიც სესხის გაცემისას დადასტურებულ შემოსავლებთან ერთად მომხმარებლის პოტენციური იჯარის შემოსავალსაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტის საპროცენტო მაჩვენებელი სტანდარტული იპოთეკური სესხისგან განსხვავებული არ იქნება. იდეა წამოვიდა მომხმარებლების მოთხოვნიდან, ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კლიენტი სურდა უძრავი ქონების შეძენა, მისი შემდგომი გაქირავების მიზნით. ამ საკითხის მიუხედავად არასტანდარტულად გავითვალისწინეთ მისი საპროგნოზო შემოსავალი, რომელსაც მსესხებელი მიიღებდა იჯარიდან. საქმე წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს შემოსავალი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ აითვისოს იპოთეკური სესხი. ახლა კი ეძლევათ საშუალება ისარგებლონ ამ პროდუქტით, გაზარდონ არსებული შემოსავლები და მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთონ. სესხის მისაღებად საკმარისია კლიენტს მცირე შემოსავალი ჰქონდეს და საწყის ეტაპზე სესხის 40% დაფაროს. სესხის მაქსიმალური თანხა $100,000 ექვივალენტია ლარში. ხანგრძლივობა კი 10 წელია. რაც შეეხება გადახდის პირობებს, ბანკი მომხმარებელს საშეღავათო პერიოდს და გადახდის არასტანდარტულ გრაფიკს თავაზობს. პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვითვალისწინებთ სეზონურობას და დასაშვებია საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. პროდუქტზე ვრცელდება იპოთეკური სესხის შეღავათიანი პირობები და რაც ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, მსესხებლებისათვის გათვალისწინებულია მათი საპროგნოზო შემოსავლებიც. ამ დროისთვის პროდუქტით სარგებლობა თბილისში, გუდაურში, ბაკურიანსა და შავიზღვისპირეთის კურორტებზე არსებული უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი. Diana Armanias Terabbankis პროდუქტების მენეჯერს მასპინძლობთ საქმიან დილაში და ახალ შეთავაზებად და საკმაოდ საინტერესოზე პრინციპში დამაინტრიგებელზეც უფრო მეტ ინფორმაციას სწორედ მის გამოვისმენ დიალოგის. ძალიან კარგად მადლობა. მიხარია. თუ შეიძლება ცოტა მეტი გითხარით, სიუჟეტმა ბევრი ინფორმაცია გადმოგცა. თქვენმა კოლეგებმა ბანკიდან კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაგვიჩინეს პროდუქტის და სიახლეების მიმართ, რომელსაც ტერაბანკი ნერგავს. გისმენთ. ჩვენი ახალი პროდუქტი არის იპოთეკური სესხი ტურისტული გაქირავების მიზნობრიობით, ტურისტული იპოთეკა ჩვენ ესე ვეძახით. ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი მიმართულება ტურიზმია. მე თვითონ ძალიან ხშირად მოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მართლა ვხედავ წლიდან წლამდე როგორ იზრდება ტურისტების რაოდენობა. მოთხოვნა გარდა სასტუმროებისა არის შედარებით მცირე ბიუჯეტიან ბინებზე, ეგრეთ წოდებულ guest house-ებზე, ჰოსტელებზე და ტერაბანკი შეეცადა ეპასუხა ბაზრის ამ მოთხოვნისთვის და დავნერგეთ ესეთი პროდუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს საშუალო შემოსავლიან ჩვეულებრივ მომხმარებელს გაზარდოს თავისი შემოსავლები, წამოიწყოს ბიზნესი ან განავითაროს, თუ უკვე აქვს. გარდა ამისა, ჩვენ ესე ვფიქრობთ, რომ ეს ტერაბანკის მცირედი წვლილია საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. ჩემს მაგალითზე რო ვთქვათ, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე იმ კრიტერიუმებში ვждები, რაც თქვენ ბრძანეთ, ანუ მე მსურს ჩემი მაგალითად მედია ბიზნესიდან გამომდინარე, მინდა რომ თქვენსავით ხშირად მოგზაურობდე, განსაკუთრებით საქართველოში, ბევრი ადგილი მაქვს მოსაკლისებული, რომელიც ჯერ ვერ ვნახე. ჩემ მაგალითზე მოვდივარ ტერაბანკში. დიახ. მაქვს სტაბილური შემოსავლები ჩემი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, ანუ აქაც ვაკმაყოფილებ ვაწუხებ ბანკის კრიტერიუმებს, შემდეგ რა ხდება? რა ტიპის შეთავაზებას ვიღებ ტერაბანკიდან? ამ პროდუქტის მახასიათებლებზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ, რითიც განსხვავდება სხვა პროდუქტებისგან. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სესხებლის შემოსავლების დათვლისას ვითვალისწინებთ სამომავლო შემოსავალს. იჯარას, რომელიც რეალურად ისევ ამ სესხით შეძენილი უძრავი ქონებით შეგვიძლია მივიღოთ.
არიან სესხებლები, რომლებსაც შემოსავლები აქვთ, მაგრამ არა იმდენი, რომ იპოთეკური სესხი აიღონ. არიან ისეთები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სესხებით და მეტი თანხის ათვისების რესურსი აღარ აქვთ. სწორედ მათთვის არის ეს პროდუქტი გათვლილი. მაგრამ არის გარკვეული შეზღუდვებიც, რომელიც სწორედ ამ ტურიზმის კომპონენტის გათვალისწინებით ხდება, როგორც სიუჟეტში იყო აღნიშნული, ეს არის კონკრეტული რეგიონები საქართველოს მასშტაბით და დედაქალაქშიც კონკრეტული რაიონები. მოდი ამაზე უფრო დეტალურად გითხრა, რა პრინციპით შეარჩიეთ, როდესაც ამ პროდუქტს ამზადებდით და რომელ რეგიონებს და რაიონებს მოიცავს? პირველ ეტაპზე ამ პროდუქტის ფარგლებში უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში და შავი ზღვის მასშტაბით. არა, მთელი თბილისის მასშტაბით არა. უნდა უპასუხოს სწორედ აი ამ მიზნობრიობას, რომელზეც გათვლილია ეს პროდუქტი და უძრავი ქონება უნდა მდებარეობდეს რეალურად ტურისტულად აქტიურ უბნებში. ეს უბნები არის ტრაფიკით აქტიური უბნები, ხო? ან ტურისტული სადაც ტურისტები მოძრაობენ, ძირითადად სადაც ჩერდებიან და საკმაოდ ბევრია ესეთი ადგილი. ეგ ძალიან მაგარია, რომ იზრდება ამ ადგილების რაოდენობა. გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად გეგმავთ, რომ კიდევ გავაფართოვოთ ეს ჩამონათვალი, ამით არ შემოვიფარგლებით, იმიტომ რომ მართლა კიდევ ძალიან ბევრი ქალაქი და სოფელი არის საქართველოში, სადაც უამრავი ტურისტი ჩადის და ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ. უბრალოდ ამით ვიწყებთ. არის თუ არა ბინის შერჩევისას მომხმარებლის მხრიდან რაიმე გასათვალისწინებელი, მაგალითად, ძველ უბანში უნდა იყოს თუ არა ბინა დასრულებული, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ შეძენის შემდეგ მას უნდა შეძლოს შემდეგი თვიდან გაქირავება. არის თუ არა გასათვალისწინებელი ის, რომ თქვათ აი ბათუმში ბინის შეძენისას მას კონკრეტული მდებარეობა უნდა ჰქონდეს, ან კონკრეტული ინფრასტრუქტურა რაღაც პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. აი ამ მიმართულებით, სანამ ტერაბანკს მომართავს მომხმარებელი, საკუთარი გათვლები რომ გააკეთოს, აი რა ინფორმაცია შეიძლება რომ მივაწოდოთ საქმეინდელი ფეთერიდან. რა თქმა უნდა, ბათუმზე არ აგვაქვს ესე შეზღუდვა, თქვათ, რომელ ადგილას უნდა იყოს კონკრეტულად, თბილისზე როგორც უკვე თქვი გვაქვს. თუმცა რაც შეეხება იმას, რამდენ ხანში უნდა დაიწყოს, მაშინვე რა თქმა უნდა ვერ დაიწყებს, საჭირო თქვათ მოწყობა დრო. ამიტომ ამის გათვალისწინებით და კიდევ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ტურიზმი ძირითად შემთხვევებში სეზონურ შემოსავალს გვაძლევს. ან ფასების სხვაობას მაინც გვაძლევს სეზონებზე? ფასების სხვაობას როგორც მინიმუმ, კი ბატონო. დაშვებული არის გადახდის უფრო მოქნილი პირობები. რაც გულისხმობს შეღავათი, გულისხმობს საშეღავათო პერიოდს. ეს საშეღავათო პერიოდები და შემთხვევით ხო არ გავრცელდება იმ პერიოდებზე, როცა აქტიური ტურისტული ტრაფიკები არ არის და იკლებს და ესეთი სეზონი ამას გულისხმობდი. ზუსტად ამას. ანუ ეს წელიწადში 6 თვე არის განსაზღვრული. როგორც სუპერაქტიური, ხო? და ნაკლებად. არა, ჩვენი მოთხოვნა არის, ანუ ახლა აგიხსნით უფრო ზუსტად. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ წელიწადში 6 თვე მაინც უნდა იხადოს მსესხებელი. ხშირად გვეკითხებიან შეღავათო პერიოდი გულისხმობს, რომ არ გადმევიფიქრე, შეიძლება ძირითადად არ გადაიხდით, მხოლოდ პროცენტს გადაიხდით, თქვათ. ხშირად გვეკითხებიან ხოლმე, რომ რამდენად საკმარისია 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, როცა გუდაურში მაგალითად 3 თვე არის სეზონი, ან იგივე ზღვაზეც. საქმე იმაშია, რომ ამ 3 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი როგორც წესი ყოველთვის საკმარისია 6 თვის, 9 თვის გადასახდელად. შესაბამისად, მართლა რეალობაზე არის მორგებული ეს პირობა და ეძლევა მომხმარებელს ინფორმაცია გაქვთ აშკარად დამუშავებული ამ საკითხთან დაკავშირებით. სანამ ამას დაიწყებთ, ეს იყო მომხმარებლის მხრიდან წამოსული ინიციატივა თუ თქვენგან გაჩნდა იდეა, რომ ბაზარზე მორგებული იყო ეს? მე დავამატებ არ როგორც პროდუქტის უნიკალურობისკენ მიყავს ამ შემთხვევაში ანას კითხვა, რაში მდგომარეობს პროდუქტის უნიკალურობა, საიდან წამოვიდა რეალურად ეს ყველაფერი და კიდევ მეტი მინდა მოვისმინოთ თქვენის ნებართვით მის კონკურენტულ უპირატესობებზე ამ შემთხვევაში ამ პროდუქტის. კი ბატონო. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ბაზარზე დღესდღეობით ესეთი პროდუქტი არ არის. ამ ხრივ პირველები ვართ. ხოლო რაც შეეხება იმას თუ საიდან წამოვიდა, ერთი ის არის, რომ მე თვითონ 3 წელია უკვე მსგავსი ტიპის საქმიანობას ვეწევი და ამიტომ საკმაოდ კარგად ვარ ჩახედული, რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს ადამიანი და კარგი მხარეებიც კარგად მესმის. ტურიზმის გულისხმობთ?
და ხაი ტურისტული გაქირავების გაქირავება ტურისტებს. მაგრამ კლიენტებისგანაც, აი როგორც სიუჟეტშიც აღნიშნეს, იყო უკვე მოთხოვნა, მაგრამ ძალიან ბევრი ვერ ჯდებოდა იპოთეკური სესხის პირობებით, თქვათ, თანამონაწილეობა საჭიროა, ისე როგორც სხვა ზოგიერთ იპოთეკური სესხის შემთხვევაში. კი, თანამონაწილეობა საჭიროა, თუმცა არის სხვადასხვა დეტალები, რომლითაც შეგვიძლია თქვათ სხვა დამატებითი უძრავი ქონებით დაბალანსდეს თუ თქვათ ამის საშუალება არ აქვს სესხებელს. უკვე ძალაშია ეს შეთავაზება ტერაბანკის მომხმარებლების დღეიდან უკვე ძალაშია. დღეიდან გაზაფხულის პირველი დღიდან ძალაშია ეს პროდუქტი და ველოდებით ყოველს ფილიალი ნებისმიერ ფილიალში, სადაც უფრო დეტალურად აუხსნია პირობებსაც, მოთხოვნებსაც და ჩვენ მართლა გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ჩვენ მომხმარებელს დავეხმარებით ამ პროდუქტით, რომ თავის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. გეგმები რა აქვს ამ პროდუქტს განვითარებისათვის აკითხულ ფაქტობრივად არ მგონია მოვასწროთ ტერაბანკის სამომავლო გეგმებზე ეს ერთიანად ჩავეტიოთ გაცემაში, მაგრამ პროდუქტის განვითარების რა ეტაპს ელოდებით, რომ გააგრძელოთ მომავალში. მაგ ტერაბანკის გეგმებზე სალაპარაკოთ დიას მაგივრად თეა უნდა მოვიწვიო. მაგასაც მოახერხებ რა. ანას კითხვაზე. განვითარებას აუცილებლად გეგმავთ. პირველ რიგში, როგორც უკვე თქვი, რეგიონების ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და გვინდა რომ ისეთ დეველოპერებთანაც დავიწყოთ ურთიერთობა, რომლებიც მსგავსი ტიპის სახლებს აშენებენ. ყველგან არიან უკვე ისინი, თქვათ, გუდაურშიც, ბაკურიანშიც, ბათუმშიც, თბილისზე საუბარი. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედებს ვამყარებთ და გეგმებიც დიდი გვაქვს. და ჩვენ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო დიანა არმანია, ტერაბანკის პროდუქტების მენეჯერი. მადლობა მას სტუმრობისთვის, როგორც განაცხადა საკმაოდ საინტერესო ახალ პროდუქტთან და პროექტთან გვაქვს საქმე. დაინტერესების შემთხვევაში უკვე დღეიდან დიახ, ყველა შეგიძლიათ მიმართოთ ტერაბანკის როგორც სათაო ოფისს, ასევე მის ფილიალებს.